აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი მოსახლეობაში ხვდა სამეგრელოში, ვახტანგ კოლბაიამ ზუგდიდში, სენექსა და ხობში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულა. მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჯანდაცვა დაასახელა, პრობლემატურად რჩება მათი საცხოვრებელი პირობებიც. დევნილებმა ითხოვეს მიწის ნაკვეთის გადაცემაც, რათა საკუთარი ოჯახის რჩენა თავადვე შეძლონ. ერთ-ერთ შეხვედრაზე კოლბაიას ჭავების ოჯახმა აფხაზეთში დაღუპული ორი შვილის ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას თხოვა. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი მათ დახმარებას დაპირდა. არის საკითხები, რომელიც მოგვარებაც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათთან უნდა დავჯდეთ და მე რომ ველაპარაკე დევნილთა წარმომადგენლებს, ისინი მზად არიან ჩამოწერონ საკითხები, რომელიც მათ აწუხებს და არა მარტო მათ აწუხებს, დაგროვილია ამ რაიონში, ჩამოვიდე მე სადაც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა გავაკეთო, მე მაქვს იმის თქვა პოტენციალი, სტატუსიც, რომ მათი პრობლემებისათვის ძალიან სერიოზული ძალისხმევა დავხარჯო.